არ მიუშვათ, რომ თქვენი ოცნების სამსახური თქვენი ყველაზე საშინელი კოშმარის სამსახურად იქცეს. დიახ, ზოგჯერ ჩვენი ოცნებები სრულდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდება ხოლმე. თუ გსურთ გაიგოთ, რაზე ვსაუბრობ, მოусმინეთ ამ რეზიუმეს. ფრთხილად, სპოილერები. ეს ისტორია იწყება იმით, რომ შენ თავის ოთახში ზის. იქ ის ამოწმებს ელექტრონულ პოსტას და ხედავს შეტყობინებას, რომელშიც წერია, რომ მან ვერ გაიარა ნიჭიერთა ტესტი, რაც მას ცოტათი დაამწუხრებს. მაგრამ განთიადისას დიდი ოპტიმიზმით ის მიემართება სხვა სტუდიაში, რათა პირადად ესაუბროს ტელევიზიის აგენტებს და შეეცადოს თავისი ადგილი დაიმკვიდროს შოუ-ბიზნესის სამყაროში. და იქ, არხის ერთ-ერთ ოფისში, დირექტორები იუ და ლიანი იღებენ ENS და სთხოვენ, რომ წარუდგინოს თავი. ის იწყებს მათთვის თავისი ცხოვრებისა და მუსიკისადმი გატაცების შესახებ მოყოლას. ისტორიის შუაში ის აუხსნის მათ, რომ ვერ შეძლო აუდიციების გავლა, მაგრამ არ აქვს დანებების განზრახვა. ამისათვის ის უტოვებს თავის რეზიუმეს იმ იმედით, რომ არხზე დაასაქმებენ. თუ კი ის ვერ გახდება პროფესიონალი მომღერალი, სულ მცირე სურს იმუშაოს ისეთ რამეზე, რაც მუსიკას უკავშირდება, ლიან საკმაოდ უხეშად იქცევა ENS მიმართ. ის ფიქრობს კიდეც, რომ გოგონა უბრალო ფანია, რომელსაც სურს არხზე შეპარვა, რათა ხელოვანებთან ახლოს იყოს და მეტი არაფერი. იუ ლიანის დამოკიდებულების დანახვისას ცდილობს დაიცვას შენ და იყოს ბევრად უფრო გამგები. ამასობაში შენ უმტკიცებს მათ, რომ კვალიფიციურია იქ მუშაობისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ლიან კვლავ ეჭვობს, იუ ეუბნება, რომ განიხილავენ მის კანდიდატურას, რათა შანსი მისცენ. ოფისიდან გამოსვლისას ერთ-ერთი თანამშრომელი დახმარებას თხოვს ყუთების გადაადგილებაში. შენ თავაზიანად სთავაზობს დახმარებას, მაგრამ უნებლიეთ შედიან გადაღების მოედანზე და რეჟისორი რისხდება, რადგან მათ სესია შეაწყვეტინეს. ოქსუ იცავს მათ და მათ მიმართ ცოტა მეტ პატივისცემას მოითხოვს. ყუთის თავის ადგილზე დადებისას, შენ ესალმება BOX იუს და ეკითხება, ნუ თუ ის არ ცნობს მას. ის მიაჩერდება და ეუბნება, რომ არა არ ახსოვს და სთხოვს აპატიოს, რადგან არ არის საუკეთესო ხასიათზე. გადაღების მოედნიდან გამოსვლისას ერთ-ერთი გოგონა ეკითხება ENS-ს, შეუძლია თუ არა დაეხმაროს მისი უფროსის QING-ს კომპიუტერის შეკეთებაში. მაშინ შენ თავს უკრავს და მიდის სამუშაოს შესასრულებლად. როდესაც კინგ შედის თავის ოფისში, არ ელოდა, რომ შენ იქ იქნებოდა. გაღიზიანებული უყურებს თვალებში და ეკითხება, ვინ არის ის. ამ არხზე თითქოს ყველა მტრულადაა განწყობილი. შენ მაშინ წარუდგენს თავს და აცნობებს, რომ მხოლოდ მის კომპიუტერს არემონტებდა. ამის შემდეგ კინგ სთხოვს მას ოფისიდან გასვლას და მეტისმეტად მკაცრი ტონით კვლავ ეკითხება სახელს. შემდეგ, როდესაც შენ ტოვებს არხს, იღებს შეტყობინებას თავისი საუკეთესო მეგობრისგან კითხვით, თუ რა მოხდა, რაზეც ის უპასუხებს, რომ მოგვიანებით ეტყვის. და ასე. მოგვიანებით ორივე ხვდება ერთმანეთს და მის საუკეთესო მეგობარს. იუანს მისთვის სიურპრიზი აქვს მომზადებული, ამიტომ სთხოვს თვალები დახუჭოს და გაჰყვეს, ხოლო თვალების გახელისას ხვდება, რომ ვარდების ბილიკია. იგი ამხნევებს და ეუბნება, რომ მალე ყველა მისი ოცნება რეალობად იქცევა და ორივე იღიმის. მეორე დღეს ბოქსუ ცდილობდა რეპ სიმღერის პრაქტიკას და თავის ასისტენტს თხოვს მოусმინოს, შემდეგ ეკითხება, როგორია სიმღერა. ამაზე ის ეუბნება, რომ საერთოდ ვერაფერი გაიგო, რის გამოც სიმღერა არ არის ემოციური. იქ ბოქსუ ეკითხება, დარწმუნებულია თუ არა, რომ არაფერი უგრძნია, ხოლო ასისტენტი ბოდიშს უხდის, რადგან სინამდვილეში მუსიკაში ბევრი არაფერი ესმის. დაჟინებით ბოქსუ ეუბნება, რომ მნიშვნელობა არ აქვს. ესმის თუ არა მუსიკა, არამედ უბრალოდ უთხრას, მოსწონს თუ არა სიმღერა. ამაზე ასისტენტი ეთანხმება და ამბობს, რომ სიმღერა კარგად ჟღერს. დაღამებისას შენ და იუან იწყებენ საუბარს ყველაფერზე, რაც ENS-ს არხზე შეემთხვა. რადგან იუან არის BOX იუს ფანი, ძალიან აღელვებულია, როცა იგებს, როგორია ის. ამის გაგონებაზე შენ აუხსნის, რომ არაფერი აქვს საამაყო, რადგან ბოქსუ ცოტა ამპარტავანია. ამიტომ ახსენებს, რომ ხელოვანები ყოველთვის ისეთები არ არიან, როგორებიც ტელევიზორში ჩანან. დიახ, ძალიან მართალია. სხვა სცენაში კინგ საყვედურობს თავის მეუღლეს ჰაოსა, რომ არხს ცუდად მართავს. მას გარდა BOX იუსა სხვა მთავარი ხელოვანი არ ჰყავს და მან აჩვენა, რომ აქვს ცოტა ნიჭი და ძალიან ცუდი ჩვევები.
კამათის შუაში H-ო იცავს B-O-X-U-S-ს და ეუბნება თავის მეუღლეს, რომ არ ესმის, რატომ ერჩის მას, თუ კი ის თავადაც იყო ოდესღაც მომღერალი და ბევრი შეცდომა დაუშვა. პასუხად, King ეუბნება, რომ ზუსტად იმის თავიდან აცილებას ცდილობს, რომ ხელოვანების შეცდომებმა არხი ჩაძიროს ასეთ კონკურენტულ მომენტში. ერთი კვირის შემდეგ King ურეკავს SHANS-ს, რათა იქ მუშაობა დაიწყოს. მაშინ ძალიან აღელვებული შენ გარბის იუანსთვის ამბის მოსაყოლად და ემზადება თავისი პირველი სამუშაო დღისთვის იქ არხზე მისული, შედის დირექტორ ლიანის ოფისში. ის ცნობის მოყვარე უყურებს და ეკითხება, რა მოიყვანს მას კვლავ იქ. დაუყოვნებლივ შენ აუხსნის, რომ QIN-მა დაასაქმა და დღეს მისი პირველი დღეა. და ასე, როდესაც ლიანმა გაიგო, რომ QIN-მა ის დაასაქმა, იწყებს მის ნიჭიერებაზე აღიარებას და გადაწყვეტს გაგზავნოს ის BOX-ს დეპარტამენტში დავალების შესასრულებლად. როცა შენ BOX-ს განყოფილებაში შედის, მას შემოჭრილი ან პაპარაცი გონია. მაშინ შენ უხსნის, რომ ახლა კოლეგები არიან და ლიან მაგ მოგზავნა, რათა უთხრას WAIBO-სა და WSCH-ზე მასზე არაფერი გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ ბოქს უბრაზდება და შეუთვლის ლიანსა, რომ მისთვის სულ ერთია მისი მუქარები და იმედოვნებს, რომ ის იქნება მამაცი, რათა პირისპირ შეხვდეს და არა სხვა ვინმეს მეშვეობით გაგზავნოს შეტყობინებები. ნამდვილი დივაა ეს ბოქსუ. ერთი საათის შემდეგ ლიანი იბარებს SHN-ს თავის ოფისში და უჩვენებს, რომ BOX-ს კიდევ ერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა მის წინააღმდეგ. იმ წამს ეჭვი ეპარება, რომ SHN-მა მისი სათქმელი მიიტანა BOX-ს და ახსნას თხოვს. როდესაც ის უყვება, რაც მოხდა, ლიან არ უჯერებს და სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება. გარდა ამისა, ავალებს პუბლიკაციის წაშლას და BOX-ს დარწმუნებას, რომ დაემორჩილოს, თორემ ეს იქნება მისი პირველი და უკანასკნელი დღე კომპანიაში. ასე ბოქსუ ცდილობს კიდევ ერთი პუბლიკაციის გაკეთებას ლიანის წინააღმდეგ, მაგრამ თავის ანგარიში შესვლისას ჩნდება შეტყობინება, რომ პაროლი განახლებულია. უფრო გვიან ლიან, მისი ასისტენტი და იუ იბარებენ SHN-ს სპეციალურ შეხვედრაზე. მოითხოვენ აღიაროს, რა გააკეთა იმისთვის, რომ BOX-ს შეეწყვიტა პუბლიკაციების გაკეთება. მათ იციან, რომ მისი პიროვნება ძალიან ამპარტავანია და ასე ადვილად არ დანებდებოდა. და საწყალი შენ, ცოტაოდენი სირცხვილით, უტყდება მათ, რომ გატეხა მისი ანგარიში და პაროლი შეუცვალა. სანამ ყველა სიტუაციას განიხილავს, ბოქსუ აღებს კარს და უპირისპირდება ლიანს. თუმცა მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ აღიაროს თავისი შეცდომა და გაყვეს ლიანს მის ოფისში. და ამის შემდეგ იუაქებს SHANS ყველაფრის ასე სწრაფად მოგვარებისთვის. შემდეგ შენ გადაწყვეტს გაუგზავნოს შეტყობინება იუანს ყველაფერზე, რაც ოფისში ხდება. იქ იღებს ზარს BOX-სგან, რომელიც რომელიმე უფროსად ასაღებს თავს და იბარებს არხის ჩამწერ სტუდიაში. როდესაც შენ მიამიტურად ემორჩილება ბრძანებას და სტუმრობს დარბაზს. ხდება, რომ ეს ბოქსუ იყო, ვინც დაურეკა. დარბაზში ბოქსუ ძალიან გაბრაზებული ეკითხება SHANS-ს, მან ხომ არ გატეხა მისი ანგარიში. ამაზე ის ცოტა ნერვიულად აუხსნის, რომ თავი იგრძნოს ზეწოლის ქვეშ უფროსების მხრიდან, რადგან მათ დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და არ მოუვიდა სხვა უკეთესი იდეა, გარდა მისი ანგარიშის გატეხვისა, რათა თავიდან აეცილებინა კომპანიიდან წასვლა. ამის შემდეგ განუმარტავს, რომ 3 თვის შემდეგ შეძლებს პაროლის აღდგენას და ანგარიშის გამოყენების გაგრძელებას ლიან ის წინააღმდეგ პუბლიკაციების გაკეთების გარეშე. ასე ძალიან ლამაზად სიყვარულისა და მშვიდობის რეჟიმში, მაგრამ ბოქსუ დარბაზიდან გასვლამდე ეუბნება, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელშია, რათა სამსახურიდან გაათავისუფლონ და მეტი ვეღარასდროს შეძლოს ინდუსტრიაში მუშაობა. თუმცა შენ იკრებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს და განუმარტავს, რომ უნდა ისწავლოს მამაკაცივით თავის დაცვა. ნაცვლად იმისა, რომ სულელური იდეები გამოაქვეყნოს თავის ანგარიშზე. სათქმელის დასამტკიცებლად ახსენებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო ლიანთან მის პრობლემებთან. და ასე, იმ მომენტში შენ ხვდება, რომ ყვიროდა BOX-ზე, ამიტომ ცდილობს დამშვიდდეს და ურჩევს მის ადგილას დადგეს. მას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს, მაგრამ აუცილებელია შეინარჩუნოს თავისი სამსახური და პაროლის შეცვლა ერთადერთი შესაძლო გამოსავალი იყო. გარდა ამისა, ცდილობს აგრძნობინოს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს და რომ კომპანია შეიძლება დაზარალდეს მისი ქცევებით. საბოლოოდ თუ კომპანია ჩაიძირა, მისი კარიერაც ჩაიძირება. შუა დღისას ბოქსუ ხვდება თავის მამას. ის დიდი სიყვარულით ესალმება და ეკითხება თავისი მუსიკალური პროექტების შესახებ, ასე რომ ის იწყებს მოყოლას თუ როგორ მიდის ყველაფერი.
მის შემდეგ მამამისი იწყებს მისთვის იმის ჩვენებას, რომ უკვე დროა დაანებოს თავი მუსიკას და მიხვეს საოჯახო ბიზნესს, რომელიც მან ააშენა. ამისი გაგონებისას, ბოქსუ ახსენებს, რომ მას არ აინტერესებს ფული და ძალაუფლება, უფრო მეტად სურს მუსიკის კეთება და მსოფლიოში მოგზაურობა. აუხსნის, რომ ძალიან ბევრს მუშაობდა თავისი ოცნებებისთვის, რომ ახლა ასე მარტივად დანებდეს. იმის დანახვისას, რომ მამამისი ვერ იგებს მის პოზიციას, ბოქსუ თავს არიდებს ჩხუბის გაგრძელებას, რადგან კარგად იცის, რომ მამამის მაღალი წნევა აქვს და სიტუაცია მისთვის არც ისე ჯანსაღია. თავის ბინაში დაბრუნებული ბოქსუ იწყებს მამასთან საუბრის გახსენებას და ყველა იმ რამის, რასაც მან მიაღწია თავისი კარიერის წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, საით სურს წასვლა, გულის სიღრმეში მაინც აწუხებს მამამისის იმედგაცრუება. დანთიადისას, სანამ შენ თავის მაგიდასთან არის, იწყებს რამდენიმე ფოტოს გადაღებას. მისი ზედამხედველი ხვდება, რომ არ არის დაკავებული, ამიტომ გზავნის ქვედა სართულზე შეკვეთის სასაღებად. იქ ის კიდევ ერთ ფოტოს იღებს და აქვეყნებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰავადის ლიფტით რანგთან, ინვესტორთან ერთად და თანამშრომლები იწყებენ იმის შემჩნევას, რომ ისინი ერთად მიდიან ოფისში. ის ცდილობს ჰაოს ეფლირტავოს, მაგრამ ის ინარჩუნებს სიმშვიდეს. ჰაოს ოფისში ის იწყებს მასზე ზეწოლას, რათა ბიზნესში მეტი ინვესტიცია ჩადოს. ურჩევს თხოვოს BOX-ს მამას, რომ ჩადოს ინვესტიცია. რადგან იმდენი ფული აქვს, რომ არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა თქვას უარი. მასზე ჰაო ხსნის, რომ ეკონომიკურად კარგად არ არიან, მაგრამ არ სჭირდებათ BOX-ს მამის ინვესტიცია. შემდეგ ინვესტორი იწყებს ჰაოსთან ციფრებზე საუბარს. დაჟინებით ეუბნება, რომ თუ მალე ინვესტორებს არ მოძებნის, ისინი ჩაიძირებიან. ამის შემდეგ ჰაოს თხოვს მას ინვესტირება განახორციელოს, რადგან ბიზნესში ძალიან კარგად მიდის საქმეები, რაზეც ის მხოლოდ ერთი პირობით თანხმდება, რომ ჰაოს მასთან რომანი ჰქონდეს. რა კარგი შეთავაზებაა? შემდეგ დაღამებისას ბოქსუ იწყებს სიმღერის ჩაწერას. ვინაიდან ეს არ არის იმ სტილის, რომელიც მოსწონს, გუნდი ამჩნევს ამას და მოითხოვს, რომ უფრო მეტი ემოციით შეასრულოს. გარდა ამისა, სთხოვენ არ დაივიწყოს სიმღერის ტექსტი და ასევე გააუმჯობესოს სუნთქვა. ამის გაგონებაზე ბოქსუ ეუბნება მათ, რომ მაქსიმუმს აკეთებს და არ არის ის, ვინც ირჩევს როგორ იმღეროს. იქ ის უჩვენებს მათ, როგორ შეასრულებდა ამას საკუთარი სტილით და ამის დასამტკიცებლად რეპის ვერსიას იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს მოსწონთ, მოითხოვენ კვლავ ისე იმღეროს, როგორც დასაწყისში. ჰაოს ოფისში დაბრუნებულს ჩინგ მიდის მასთან პრეტენზიით, რომ რანგ მას ეფლირტავებოდა. ის პასუხობს, რომ რანგ მხოლოდ ინვესტორია და რომ სანერვიულო არაფერი აქვს. მოგვიანებით ბოქსუ პრეს კონფერენციაზე ჩნდება. იქ ეკითხებიან, სიმართლეა თუ არა ჭორები იმის შესახებ, რომ მამამისი ინვესტირებას აპირებს მის უფრო პოპულარულად გახდომისთვის და ის გაბრაზებული ყველაფერს უარყოფს. შემდეგ ეკითხებიან, ყავს თუ არა ვინმე უკან, ვინც პირველ ადგილზე აკავებინებს თავს, რაზეც ბოქსუ ვერ პასუხობს. პრესკონფერენცია იმდენად ზაბავს მას, რომ პანიკური შეტევა ემართება და ლამის იქვე გონება დაკარგოს. თუ გინდა იცოდე, ბიჭი, პანიკური შეტევისგან გამოჯამრთელდება თუ კომპანია ისევ წინ წაიწევს, შემდეგ ნაწილს დაელოდე. ემს რეზუმენ, მადლობა ყურებისთვის. გამოიწერე, მოიწონე, კომენტარი დატოვე, შეტყობინებები ჩართე. Bye bye!